წინასწარი ოფიციალური შედეგებით გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პირველი ადგილი თითქმის 29%-ით კონსერვატორების ბლოკმა მოიპოვა, თითქმის 21%-ით მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის. რაც შეეხება კანცლერ ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, ის მესამე ადგილზეა ხმების დაახლოებით 16.5%-ით. გერმანიის პარლამენტში მანდატები ექნება კიდევ ორ პარტიას, მწვანეებს, რომლებსაც ხმამისა მომრჩევლთა დაახლოებით 12%-მა და მემარცხენე პარტიას, რომელმაც თითქმის 9%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა. პირველ ადგილზე გასული კონსერვატორების ბლოკის ლიდერი ფრიდრიხ მერცია, რომელიც დიდი ალბათობით გერმანიის კანცლერი გახდება. ის უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების გაზრდას მხარს უჭერს. მერცს მიაჩნია, რომ რუსეთს სანქციები იქამდე უნდა დაუმძიმდეს, ვიდრე პუტინი ომს არ შეწყვეტს. დიდი მადლობა ამ მომრჩევლებს ნდობისთვის. მე ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას და ასევე მესმის იმ ამოცანის მასშტაბი, რომელიც ახლა ჩვენს წინაშე დგას. მას უდიდესი პატივისცემით მივუდგები. ახლა ჩვენ ერთმანეთს დაველაპარაკებით და მთავარია, რაც შეიძლება მალე ჩავმაყალიბოთ ეფექტური მთავრობა გერმანიაში, რადგან ძვირფასო მეგობრებო მსოფლიო არ იცდის. სამყარო დიდხანს არ დაელოდება კოალიციურ მოლაპარაკებებს. ახლა ჩვენ სწრაფად უნდა მოვიპოვოთ ქმედების უნარი, რათა გავაკეთოთ სწორი საქმე ქვეყნის შიგნით, რათა კვლავ ვიყოთ ევროპაში და რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ გერმანია კვლავ საიმედოდ იმართება. Deutsche Welle წინასწარ ოფიციალურ შედეგებზე დაყრდნობით წერს, რომ კონსერვატორებს და სოციალ-დემოკრატებს მოპოვებული მანდატები დიდი კოალიციის ფორმირებისთვის უნდა ეყოთ. გერმანიაში დიდ კოალიციას კონსერვატორებისა და სოციალ-დემოკრატების მმართველ კოალიციას უწოდებენ. ფრიდრიხ მერცმა, რომელიც კანცლერობის კანდიდატია, არ დააკონკრეტა რომელ ძალებთან შექმნის ახალ მთავრობას, თუმცა თქვა, რომ ქვეყნის მართვას ულტრამემარჯვენეებთან ერთად არ აპირებენ. სწორედ ამისკენ მოუწოდა პოლიტიკურ ძალებს ოლაფ შოლცმაც. მან არჩევნებში მარცხი აღიარა და ულტრამემარჯვენეების მაღალი შედეგის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. არჩევნების შედეგი არის მძიმე სოციალ-დემოკრატიული პარტიისთვის. უნდა ვაღიაროთ, რომ არჩევნები წავაგეთ. ახლა ჩვენ გვყავს ულტრამემარჯვენეები, ალტერნატივა გერმანიისთვის. ის ფაქტი, რომ მათ მიიღეს ასეთი კარგი შედეგი, არის ის, რასაც ვერასდროს შევეგუები. ჩვენ უნდა დავრჩეთ ჩვენი სიტყვის ერთგული, არ უნდა ვიმუშაოთ ულტრამემარჯვენეებთან. იმედი მაქვს, სხვა პოლიტიკური პარტიები ამ დაპირებას შეასრულებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ღირებულებები მნიშვნელოვანია. გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის ნოემბერში მმართველი კოალიცია დაიშალა. კოალიციაში იყვნენ სოციალ-დემოკრატები, თავისუფალი დემოკრატები და მწვანეები. 2024 წლის 6 ნოემბერს სოციალ-დემოკრატმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა თანამდებობიდან დაითხოვა ფინანსთა მინისტრი თავისუფალი დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე კრისტიან ლინდნერი. შოლცის გადაწყვეტილების გამო მთავრობა დატოვეს ამ პარტიის წარმომადგენელმა სხვა მინისტრებმაც. 2025 წლის 23 თებერვლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში თავისუფალი დემოკრატების პარტიამ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. ვერ გადალახეს ვერც მემარცხენე ნაციონალისტებმა. ამ მომრჩეველთა აქტივობა 82.5% იყო, რაც 1987 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.